მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლები, სარგებლოდ შემთხვევით ყველას გილოცავთ ახალ წელს. ეს გადაცემა დიდხანს იტირიალებს, ამიტომ დღეს თუ დამდეგია, მე უკვე მოსული ახალი წელი იქნება 2018 წელი, ზამთრის ოლიმპიური თამაშების წელი და რა თქმა უნდა, მთავარია წარმატება ყველა სხვას, მაგრამ განსაკუთრებით საქართველოში მოასპარეზე სპორტსმენებს. ეხლა აქ გვყავს მე კალათბურთელი, აქ გვყავს მე ჯიუ-ჯიტსუს წარმომადგენლები, მსოფლიო ჩემპიონი, აქეთ კიდევ სხვა ტიტულები აქვს. მერაბ ბოკოლიშვილის თავად ისაუბრეს ამის შესახებ, მაგრამ მაქვს მედალი მსოფლიო ჩემპიონის ჯიუ-ჯიტსუში. მიხარი ახლა მე ჯამრეთი ვარ და აქ კიდევ ორი ჩემი ხალხით გააკეთეს ალბათ ეს მედალი და აქვეა ავთანდილ მიქაძე, რომელიც გახლავთ მწვრთნელი და რა თქმა უნდა გიორგი ობოლაძე, რომელიც არის მსოფლიო ჩემპიონი. ამის შესახებ ჩვენ ვისაუბრეთ წინა გადაცემაში, ალბათ გახსოვთ ტელემაყურებლებს, დეტალურად მოგვიყვება თუ რა მოხდა სწორედ იქ მილანში მსოფლიო ჩემპიონატზე. ამ ქალაქის შესახებ ჩვენ გვექნება საუბარი უკვე მეორე ბლოკში, რადგან მილანში წარმატებული გოგი თორაძეს გვეყოლება. მართალია ის არ ჭუბობდა და არ ჭიდაობდა, მაგრამ ჭუბისა და ჭიდაობის შესახებ გადაღებული ფილმებით მან მიაღწია წარმატებას. მოკლედ, ოქროს მედალი ძალიან საინტერესოა. აი ნახეთ, ცოტა ისეთი არაორდინალური და ორიგინალური მედალია. და დავიწყოთ რახან ოქროს მედალზეა საუბარი, მე როცა შენც ასეთი ოქროს მედალი გიქნება მსოფლიო ჩემპიონის, მე შენი დავიწყებთ საუბარს. ისე რომ კალათბურთი გადავდოთ გვერდზე და ჯიუ-ჯიტსუთი დავიწყოთ. დავიწყოთ თავარი მცველით. ავთანდილ მიქაძე. ავთო. მიხარი რა მოხდა, რა ხდება და საერთოდ ახლა რომ გითხრა რომ ჯიუ-ჯიტსუ ყველა ოჯახის წარმომადგენელმა ძალიან კარგად იცის, ცოტა გადამეტებული გამომივა. და მე მგონი ჩვენი ტელევიზია და ტელევიზიის საესპორტული მიმოხილვა ეხმარება ტელემაყურებელს უფრო ღრმად გაერკვეს სპორტის ისეთ სახეებში, რომელიც პოპულარული კია, მაგრამ მაინც და მაინც ყოველდღე ამას საუბარი არ არის. გინდაც ავიღოთ სტრონგმენი, ანუ ინგლისურად არის სტრონგმენი, მაგრამ ძლიერი მამაკაცები, ხო, აქ არის ფედერაცია გაერთიანებული. ეს არის თიელთა თამაშები და ძლიერ მამაკაცთა ფედერაცია, სადაც მართლაც ლომები და ვეფხვები გამოდიან ხალხი, რომელიც 500 კილოგრამს ეჭიდაება, 450 კილოგრამ საბურავს ატრიალებს. და მე კლასიკური სამჭიდი იმ დღეს უყურე თუ როგორ აწია 500 ამოწია 500 კილო ნახევარი ტონა, ეს ხო საოცრება. და აი ეს საოცრება ამ ბოლო ხანებში სწორედ ამ ტელევიზიის საშუალებით და ასევე სხვა არხებზე ვცდილობთ ნელ-ნელა მივაწოდოთ, იმიტომ რომ დრო იქ ისე არ აქვს როგორც აქ. დღესაც სარგებლობთ იმით, რომ ჯიუ-ჯიტსუ არა მარტო მსოფლიო ჩემპიონი წარმოადგენს, არამედ საერთოდ შეჯიბრების არსი წარმოადგენს. მოგესალმებით. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ჯიუ-ჯიტსუ როგორც ძიუდო არის იაპონური საბრძოლო ხელოვნება და სპორტის ერთ-ერთი მიმართულება. ჯიუ-ჯიტსუში სპორტულ მიმართულებაზე მე მინდა ვთქვა, რომ არის რამოდენიმე მიმართულება, არის ორთაბრძოლა, არის საჩვენებელი გამოსვლა და არის ასევე გამოყენებითი ჯიუ-ჯიტსუ, რომელიც როგორც თავდაცვითი, ასევე იარაღით და ასევე სხვადასხვა იაპონური ტრადიციული იარაღის გამოყენების ფლობას ეხმარება. რაც შეეხება ახლა იტალიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატს, ამ მსოფლიო ჩემპიონატში ანუ ახსენოთ მილანი, იმიტომ რომ მილანი ჩვენი მშობლიური ქალაქი ვით არის, კახი კალაძის ქალაქია და მილანია ის, საიდანაც უამრავი საინტერესო ინფორმაციები მიგვიღია და დღეს მივიღეთ ცნობა, რომ სწორედ მილანში მოთამაშე ჯორჯ ვეა 1995 წელს თამაშობდა, მე მგონი ჯორჯ ვეა გახდა პრეზიდენტი. და ხალხს უკით კახა კალაძე რო გახდა მერი. დიახ, ჯორჯ ვეა გახდა პრეზიდენტი, ისე რომ კახა კალაძეს კიდევ წინა აქვს ყველაფერი დიდი მომავალი. ნამდვილად მისასალმებელი არის. რაც შეეხება ამ მსოფლიო ჩემპიონატს, მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ რამოდენიმე წლით ადრე დავიწყეთ, აი შეიძლება 5-6 წლის წინ დავიწყეთ ამ მსოფლიო ჩემპიონატისთვის და ამ ოქროს მედლისთვის მომზადება. აი 2 წლის წინ გაიმართა ანალოგიური მსოფლიო ჩემპიონატი პოლონეთში, სადაც აი ჩვენმა ისევ ორმა სპორტსმენმა გიორგი ობოლაძემ და არკადე ზუბიაშვილმა ვერცხლის მედლები აიღეს. ეს უკვე საკმაო პრაქტიკა იყო და საკმაოდ სერიოზული ნაბიჯი ამ ოქროს მედლისთვის. მიუხედავად ამ წარმატებებისა, ჩვენ არ შეგვიწყვეტია მომზადება
ზაფხულში ჰქონდა ერთობლივი შეკრება როგორც პოლონეთში, ასევე საქართველოში. ამ პოლონელ და უცხოელ სპორტსმენებთან ერთად. სხვადასხვა გვინდა აღვნიშნოთ, რომ აი ბათუმში გამართულ მსოფლიო თამაშებზე, რომელიც ბატონი კახა ბასილიას ორგანიზებით მოხდა სხვადასხვა საბრძოლო ხელოვნებებში, ჩატარდა ისევ ჯიუ-ჯიტსუს ეს ისე მსოფლიო თამაშები არაოლიმპიურ სახეობათა ეროვნული ფედერაციის სიცილიური კომიტეტის პრეზიდენტი და პირველი ვიცე-პრეზიდენტი არის კახა ბასილია, ერთ-ერთი საუკეთესო ორგანიზატორი და სწორედ აი ამ მსოფლიო თამაშებისათვის ჩვენ ყოველთვის გვჭირდება განსაკუთრებული მომზადება, იმიტომ რომ მსოფლიო თამაშები არაფრით ჩამოვარდება ზოგჯერ ოლიმპიურ თამაშებს. ნამდვილად პრომეტი სახეობა გეთანხმებით და ამის შესახებ მე მინდა ცოტა მოგვიანებით ვისაუბრო, რამდენადაც მომავალი მსოფლიო ჩემპიონატი ამ სახეობაში ჯიუ-ჯიტსუზე მექვს ლაპარაკი 2019 წელს საქართველოში არის დაგეგმილი. 2019 წელს. 2 წლის შემდეგ. და ამიტომ ეს ეტაპები, ეს მომზადების ეტაპი, რომელიც გავიარეთ, თვითონ ეს ბლოგში გვეყოლება ჩვენ სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი მიხეილ ბაბაიშვილი. რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია მისთვისაც და მისი გუნდისთვის, რომლის ერთ-ერთი წევრი მეც ვარ, საინტერესო იქნება, იმიტომ რომ ამ ბოლო ხანებში განებივრებულები ვართ. ტარდება მსოფლიო ჩემპიონატები, გრან-პრი, ევროპის ჩემპიონატები, მოკლედ საქართველო დაიტვირთა ასეთი შეჯიბრებები და აღარ გვიგვრის, მაგრამ უფრო მეტი გვინდა. უფრო მეტი და ესეც კარგი იქნება და აქვე კითხვას დავსვამ ვეგაეფის ეგიდით კარატე უკვე ოლიმპიურ თამაშების სახეობებში შეიყვანეს. იაპონიაში პირველად უმასპინძლებენ ვეგაეფის ეგიდით კარატისტთა შეჯიბრებას. კარატეში არის უამრავი განშტოება და კონფედერაციის პრეზიდენტი არის კახა ბასილია. ის არა მარტო ვეგაეფის ეგიდით არის პრეზიდენტი, არამედ კიდევ სხვადასხვა სახეობის ხელმძღვანელი. და რა თქმა უნდა, ეს ჩვენ ჯიუ-ჯიტსუს ამ კონფედერაციის წევრის ხელშია, მით უმეტეს იგი მერვე დანის მფლობელია, ყველაზე პოპულარულია მსოფლიოში, მე რომ გითხოთ, კახა ბასილია და ეხლაც უცხოეთშია, აი დაველაპარაკები დილი, როგორ ახალ კახა ერთად ვიყავთ, ყავას დავლებთ და საღამოს მიერეკავს გერმანიაში ვარ, საერთაშორისო ტურნირის ფინალი ტარდება, მოკლედ მაუცებს ეს კაცი და გვაუცებს ყველას, მაგრამ აკეთებს სიგარეტს, დიდ სიგარეტს. აი ჯიუ-ჯიტსუს შესახებ თქვენც იბრძვით სამკერო, იმიტომ რომ უკვე კარატეს გარდა კიდევ ერთ სახეობა დიდი ხანია ოლიმპიურ თამაშების სიაში შეტანილი, იბრძვით რომ ოლიმპიურ თამაშებში შევიდეს. არის ამის შანსი, ხო, სურვილი ყვა და საგვარგო არის შანსი თუ არა. წინა გადაცემაში მე მოკლედ ვისაუბრე და კიდევ ერთხელ მინდა გავემეორო. ჯერ როგორც თქვენ აღნიშნეთ, როგორც კარატეში, ასევე ჯიუ-ჯიტსუში არის რამოდენიმე მიმართულება და რამოდენიმე ფედერაცია. ერთ-ერთი აი ეს ძირითადი წამყვანი ფედერაციები, რომლებთანაც ჩვენ თანამშრომლობთ, არის მსოფლიო სპორტული ჯიუ-ჯიტსუს ორგანიზაცია, რომელი ეგიდითაც გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ჩვენმა სპორტსმენებმა აიღეს მედლები. და მეორე არის საერთაშორისო ჯიუ-ჯიტსუს ფედერაცია, რომლის წევრებით ჩვენც ვართ ოფიციალურად, ახლა მიწვეული ვართ ლონდონში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე, რომელიც იქნება ერთ-ერთი ეტაპი სალიცენზიო მსოფლიო თამაშებისთვის. მოგეხსენება აი ჯიუ-ჯიტსუ კარატეს უფრო რომელ სახეობასთან არის ახლო? შეიძლება ითქვას ვეკაევთან არის ახლოს და აი სპორტული ჯიუ-ჯიტსუზე თუ ვიტყვით, შეიძლება ითქვას აი ვეკაევ, ესე იგი კარატეს ეს მიმართულება და ძიუდოს სინთეზი. ესე იგი ფაქტიურად აი ვეკაევის ეგიდით რომ გამოდივართ, გვინდა რა თქმა უნდა ჯერ ლიცენზია უნდა ავიღოთ, ეს ძალიან ძნელი იქნება. გვაქვს უკვე შანსი, ესე იგი შეიძლება ჯიუ-ჯიტსუში წარმატებული იგივე გიორგი ობოლაძე მოხდეს ვეკაევის ეგიდით. რა თქმა უნდა გაუჭირდება იმდენად, რამდენადაც აი 50% კარატეა ჩვენთან და 50% ჭიდაობა და ეხლა 100%-ის რომელსაც სპორტსმენი ემზადება მეტი ძიუდო და კარატეს სინთეზი. შეიძლება ესე ეპოვოთ. გაგიათ ეხლა კონკრეტულად ჩვენ გიორგი ობოლაძეზე ვისაუბროთ, სოფლიო ჩემპიონი გვიზის აქ. სოგარი აწერია, ეთყობა პარტნიორია, სოგარი და სოგარის ხელმძღვანელობა ძალიან კარგად ვიცნობთ. ყველას დიდ პატივს ვსემთ და თან ვიცით რომ ძალიან სერიოზული ყურადღების მოქცევა შეუძლია. და აი მითხარი გიორგიზე და მე გადავიდე თავად ისაუბროს გიორგი, იმიტომ რომ ის საკმაოდ კარგი ორატორია. საკმაოდ წარმატებული სპორტსმენია და ოღონდ აქვე მინდა ვთქვა რომ სპორტთან ერთად ის აქტიურად არის ჩართული საორგანიზაციო საქმეებში, ფედერაციის მეხმარება როგორც ერთ-ერთი წამყვანი ინსტრუქტორი. ფუნქციონერის ნიჭიც აქვს.
ორგანიზაციული ნიჭით ნამდვილად გამოირჩევა. ჩვენ ხო ვისაუბრეთ იმის შესახებ, რომ აი ჯორჯ ვეა, კახი კალაძე, შემდეგ შვარცენეგერი გუბერნატორი იყო, შემდეგ კლიჩკო კიევში მერია, ისე რომ ეს ორჯერ გახდება კიდე მსოფლიო ჩემპიონი და მე კენჭირის ესეც ახლა ფუნქციონერის ნიჭი გააჩნია და ორატორიაც არაკლია, სადმე რომელიმე ქალაქში იქნება ესეც მერი. აღმერთ მაქნას ნამდვილად ეს იუმორისტვის, მაგრამ ახალგაზრდა აღმაწვილი არის პერსპექტიული როგორც სპორტში, ასევე ორგანიზაციულ საკითხებში და არაფერი არ არის ნამდვილად. ეხლა მის მსოფლიო ჩემპიონების შესახებ. მე ფიქრობ უკეთესი იქნება მან ისაუბროს, იმიტომ რომ მას რამოდენიმე რთული ბრძოლის გაბლა მოუწია სხვა შორის უფრო სამხრეთ ამერიკელებთან. და თხოვოთ ალბათ თვითონ მოგესალმებით, მივესალმები ქართულ მაყურებელს, ულოცავ პირველ რიგში დამდეგ ახალ წელს. დავიწყებ ჩემ სპორტზე იქიდან, რომ ჩვენ მართლა მზადება დავიწყეთ რამდენიმე წლის წინ სერიოზული. პოლონეთში 2015 წელს გაიმართა მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც დიდი მომზადების ხარჯზე მოვიპოვეთ ვერცხლის მედლები. შემდეგ ბატონი კახას ორგანიზებით მსოფლიო საბრძოლო ხელოვნებათა კონფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა ქალაქ ბათუმში მსოფლიო თამაშები, სადაც ჯიუ-ჯიტსუს იღებდა მონაწილეობას და მანდაც ჩვენ ქართულმა სპორტსმენებმა ვიასპარეზეთ წარმატებით და მოვიპოვეთ რამდენიმე მედალი. აღსანიშნავი არის ის, რომ სტუმრად ყავდათ კატარის პრინცესა, რომელმაც გადმოგცა ეს ჯილდო და ძალიან დიდი მადლობა ბატონ კახას ამ ყველაფრის ორგანიზებით. ეს დიდი მადლობა. რაც შეეხება წლევანდელ ჩემპიონატს, რომელიც გაიმართა იტალიაში ქალაქ ნეაპოლში 10-11 ნოემბერს, ეს იყო ჩვენთვის ერთ-ერთი ურთულესი ჩემპიონატი, რადგანაც მონაწილეობდა მსოფლიოს უამრავი ქვეყნის წამყვანი სპორტსმენები, ძალიან მაღალი დონის სპორტსმენები, დიდი გამოცდილებით, მაღალი სპორტული ოსტატობით. შევეცადეთ ჩვენ რომ დავგვედოთ ჩვენი მაქსიმუმი, რაც შეგვეძლო, გამოვიყენეთ მთელი შესაძლებლობა ჩვენი ძალა, ცოდნა, დაგვეხმარა რა თქმა უნდა ჩვენი წინა გამოცდილება, მათ შორის სემინარები, მათ შორის თუნდაც უცხოეთში, პოლონეთში, ინგლისში, გერმანიაში გავლილი ჩვენი ეს ტრეინინგები და ამ ყველაფერმა მე მგონი გამოიღო შედეგი და მოუტანეთ ქვეყანას ოქროს მედლები. გიორგი შენ ისეთი ქვეყნები ჩამოთვალე, სადაც თქმა უნდა გაფრენა გამოფრენა არც ისე იოლია და ვინ შეგიწოთ ხელი ახლა ვისარგებლებ შემთხვევით და დიდ მადლობას გადავხდით ჩვენ სპონსორებს, სოკარს, მათ შორის საქართველოს რკინიგზას, ჯერ ტრანზიტს, დაცვის კომპანია მაგისტრს, ლილომოლს, ტოიოტა კლუბს, ვინც დაგვიდგა გვერდზე, ყველანაირად შეგვიწყო ხელი და დაგვეხმარა რომ ქვეყნისთვის ესეთი მედლებით დაბრუნებულიყავით. ეხლა კონკრეტულად შენ სოფლიო ჩემპიონობაზე, რა ეტაპები გაიარე? რაც შეეხება კონკრეტულად ჩემ რასაპირებ მომავალში. ჩემ ტურნირს რაც შეეხება კონკრეტულად მომიწია მე შეხვედრა ძალიან ძლიერ სპორტსმენებთან, განსაკუთრებით აღსანიშნავია ლათინური ამერიკის, არგენტინის, ურუგვაის, ჩილის სპორტსმენების მომზადება და მათი დონე. იქ არის როის გრეისის სკოლა, ეს არის ძალიან მაღალი დონის სპორტული სკოლა, უდიდესი ისტორიით, გამოცდილებით. რა ვიცი, გამიჭირდა, ნამდვილად გამიჭირდა, მაგრამ ამ ყველაფერში ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემ წარმატებაში ჩვენმა წინამომზადებამ, ბატონი ავთანდილის დახმარებამ, ხელშეწყობამ, მაღალი დონის ვარჯიშმა. ყველაფერი კარგია, ხელშეწყობაც კარგია, სოკარიც კარგია, კიდე ის ხვებიც ვინ ჩამოთვალე, ყველას რა თქმა უნდა, მაგრამ მთლიანად მთელი საუდის არაბეთი რო დაუდგეს დაუშვათ რომელიმე სპორტსმენს გვერდში და მილიარდები დახარჯოს, ეს არ არის გარანტია იმისა, რომ ის გახდეს სოფლიო ჩემპიონი. აქ არის ტალანტი, ნიჭი და რა თქმა უნდა, სურვილიც ყველას აქვს სურვილი სოფლიო ჩემპიონის. თავარი ტალანტი და ნიჭი იმისა თუ როგორ ვარჯიშობ და ეხლა რა ეტაპი შენ ხარ დაბადებული სწორედ იმისათვის რომ გამხდარიყავი სოფლიო ჩემპიონი და რა თქმა უნდა თუ ხელს ვერ შეგიწყობდნენ ეს შენ რო ღმერთმა დაგბადა ტალანტად ეს დაიკარგებოდა ვინ და ვინ იყო შენი მეტოქე და რა ეტაპები გაიარე ჩემი უშუალო ყველაზე რთული მეტოქეები იყვნენ არგენტინელები
არგენტინას ყავს უძლიერესი სპორტსმენები. შემდეგ მოგვიწია შეხვედრა ურუგვაელებთან, ჩილელებთან და ბოლო უკვე ფინალური შეხვედრები ჰქონდა იტალიელ სპორტსმენთან. რომელსაც მართლა უმაღლესი დონე აქვთ. თან მილანში. ნეაპოლში, დიახ. თუ ნეაპოლში. მე ნეაპოლში. მილანი. ნეაპოლში, ქალაქ ნეაპოლში. ძალიან მინდა რომ სულ მილანზე ვილაპარაკოთ კალათის გამო, მაგრამ რამდენი კილომეტრია ნეაპოლიდან მილანამდე? ახლოს არის. დიახ. მოკლედ, ესე ჩავატარეთ ჩვენი ურთულესი ტურნირი და მოუტანეთ ქვეყანას ოქროს მედალი. მითხარი, რამდენი ხანი ემზადებოდი? აი ამ მედლისთვის მე რო გითხრათ პირდაპირ ემზადებოდი მთელი ცხოვრება, იმიტომ რომ ოქროს მედალი სამ სპორტში ნიშნავს, რომ სპორტის დაწყების დღიდან მაგ დაიბადეთ თუ არა დაიძახეს ჯიუ-ჯიტსუში ოქროს მედალი მოვიდაო? თავიდან გიორგი საინტერესო ისაა რომ ძიუდოთი დაიწყო, ძიუდოში ვარჯიშობდა, ამიტომ ეგ გამოცდილებაც რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ძიუდო ისეთ სერიოზული სკოლა არის. აუცნად ტელემაყურებლებს. ჩვენ საერთოდ ყველა ჩემი თაობის ხალხის მე უკვე ერთ-ერთი უხუცესი ვარ, როგორც გულშემატკივარი და როგორც კომენტატორი, ჩვენ გაზრდილები ვართ ბრუსლიზე, ხო? აი გლეხურიანი და ყველაფერი წამოვიდა ბრუსლიდან, ხო? კარატის სხვადასხვა განშტოება, უშუ, ტაიკვანდო, ეს ვეკაები და შემდეგ. აი ბრუსლის მოძრაობები რო შევადაროთ. იქიდან ჯიუ-ჯიტსუში რამე არის საჭირო? ცით რა არის? წინა გადაცემას მეც ვუყურე და ბატონ კახამ ბასილიამ აღნიშნა, რომ ჯიუ-ჯიტსუ ეს არის ერთ-ერთი უძველესი იაპონური საბრძოლო ხელოვნება. და ჯიუ-ჯიტსუს და კარატეს აქვს ბევრი საერთო ნიუანსი, დეტალი. მათ შორის რაც შეეხება ძიუდოს, ძიუდოს შემქმნელი ძიგარო კანო, ვინც შექმნა ძიუდო, ეს იყო ჯიუ-ჯიტსუს სპეციალისტი. ანუ აქ გამოდის ისე რომ ძიუდო, ჯიუ-ჯიტსუ და კარატე ეს არის ერთი დიდი ოჯახი იაპონური სპორტის. ასე რომ ერთი მამიშვილები არის. ასე რომ ჩემთვის თითოეული კარატის ილეთის ნახვაც უკვე ჩემს სპორტთან ასოცირდება. თითოეული ძიუდოს ილეთი უკვე ჩემს სპორტთან ასოცირდება და ჩემთვის უკვე როგორც ერთი სპეციალისტი თუ არა ხარ და ხარ რიგითი ტელემაყურებელი. გაარჩევთ, იმიტომ რომ იცით რა არის. თუ არა თქვი რომ მე ჯიუ-ჯიტსუს წარმომადგენელი. გაარჩევთ იმ ნიუანსით რომ თუ კარატეში მარტო ხდება დარტყმები, დარტყმის ტექნიკა, ძიუდოში მხოლოდ ჭიდაობაზე არის აქცენტი. ჯიუ-ჯიტსუში როცა ხდება კარატის ტექნიკის გამოყენება და შემდეგ ხდება გაგრძელება უკვე ძიუდოს ილეთებით, უკვე ეს უკვე გამოარჩევს უკვე როგორც სხვა სპორტს, უკვე კარატის და ძიუდოს სინთეზი. შედარებები და ელემენტარული რა. როგორც კიკბოქსინგი ეს არის კრივის და ჭიდაობის. დიახ, აი დაახლოებით ესე გამოდის კარატის და ძიუდოს სინთეზი. ეხლა მითხარი შენი მომავალი გეგმები, ეხლა ეს ერთი ოქრო გვაქვს. ჩემი მომავალი გეგმები ამ წუთას არის ის რომ უკვე ბატონავთოს ვუდგები გვერდში ფედერაციაში, როგორც თბილისის ფედერაციის პრეზიდენტი, საქართველოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე. დიახ, თანამდებობაზე, მინდა რომ ფედერაციას უკვე დაუდგე გვერდში და უკვე სხვა ჩვენ ახალ თაობას დავეხმარო ყველანაირად რომ უკვე მათაც შეძლონ ესეთი მედლის მოპოვება, მსგავსი მედლის. მე უფრო ჩემ თავს ამ წუთას ვხედავ ესეთ ასპექტში. გიორგი, გილოცავ ამას და გისურვებ რომ შენ როგორც ფუნქციონერმა უკვე და ამასთან მომქმედმა სხვა შორის კახაბასილი ამდენი წელიწადი ფუნქციონერია და მსოფლიო მაგაბიადაზე, როდესაც ერთ-ერთმა ტრამმა მიიღო, ჩვენ გუნდური ფინალი გქონდა, არა მესამე ადგილისთვის ვიბრძოდით და არა ყავდა უკვე ერთ-ერთი ამ გუნდის წარმომადგენელი, მივიდა საჯებისაგან ითხოვა, ნებართვა გაბი მიხაელი, ანუ ისრაელის კარატის ფედერაციის პრეზიდენტი და ასევე კრავმაგის ესეც კიდევ ერთ-ერთი თავდაცვითი გენერალური სახეობა, კრავმაგის ფედერაციის პრეზიდენტია მსოფლიოს ეს მიხაელი, ის იყო იმ საორგანიზაციო კომიტეტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი და დაუშვეს კახაბასილია და წლებში შესული კახაბასილია გავიდა და მოიგო და გუნდმა მიიღო მსოფლიო მაგაბიადის ბრინჯაოს მედლები, ისე რომ შენ იქნები ფუნქციონერი და იქნები მოქმედი სპორტსმენი და ავტო ძალიანობაში შენი გუნდის აი მომავალი რა შეჯიბრებები გიყავთ. ახლა როგორც ვთქვით, ჯერ უახლოეს პერიოდში
თებერვლის თვეში ჩვენ უგეგმავთ თბილისის ღია პირველობას. ეს მერის სპორტის სამსახურის დახმარებით გვინდა შარშანად ჩავატარეთ ეს თბილისის ღია პირველობა, სადაც მონაწილეობას იღებდა საქართველოს რეგიონებიდან და წელს უკვე გვინდა უცხოური რამოდენიმე გუნდმაც რომ მიიღოს მონაწილეობა. ზაფხულში დაგეგმილი გვაქვს ეს საერთაშორისო სემინარები, როგორც მსაჯებისთვის, ასევე მწვრთნელებისთვის. რამდენადაც მსოფლიო ჩემპიონატი ჩვენთანაა დაგეგმილი, გვინდა რომ მსაჯების კვალიფიკაციამაც მოიმატოს და ქართველი მსაჯებით უმრავლესობით დაკომპლექტდეს ეს მსოფლიო ჩემპიონატი. რა თქმა უნდა, ამას მსოფლიო ორგანიზაცია გადაწყვეტს, იმიტომ რომ საერთაშორისო კატეგორიის მსაჯობა არის სავალდებულო ამ მსოფლიო ჩემპიონატისთვის. და დანარჩენი ამავე დროს თვითონ სპორტსმენების სერიოზული მომზადება. წარმატება მინდა გისურვოთ და ჩვენ 2019 წელს რა თქმა უნდა თავიდან ბოლომდე გავაშუქებთ რადიო ჯაგოც, ეს ტელევიზია ქართული TV-ც, რომელიც კოტე მახარაძის სტუდიიდან მიდის და რეზო ჩხეიძის მემკვიდრეობით გადმოცემული ტელევიზია, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გაშუქდეს ძალიან დიდი მადლობა და იმედი გვაქვს, რომ თქვენი დახმარებით უფრო ცნობილი გახდება ჯიუჯიტსუ საქართველოს. რომ ჩვენ წელიწადში ერთხელ 15 იანვარს რადიო ჯაგოს დაბადების დღეს ჩვენ ვაჯიბებთ 10 საუკეთესო სპორტსმენს არაოლიმპიურ სახეებში და რა თქმა უნდა ეს ჩვენ კი არ ვასახელებთ, ჟურნალისტები ასახელებენ ფედერაციებს თანმიმდევრობით პირველიდან 10-მდე, მერე უკვე ფედერაციის პრეზიდენტი ასახელებს თავის საუკეთესო სპორტსმენს. აქ არის ყველაფერი ობიექტურად, ჩვენ ვერავინ ცის ვერ დაგწავებს, რომ ვართ ტენდენციური ვინმეს მიმართ, ისე რომ მთავარია რომ თქვენი ფედერაცია კარგად შეისწავლონ ჟურნალისტებმა. თუ არ ექნებათ შესწავლილი, მაშინ ვერ დაგასახელებენ იმ ათეულში, რომლებიდანაც თქვენ უკვე შეიძლება დაასახელოთ თქვენი საუკეთესო სპორტსმენი. ეხლა კარატეზე ვისაუბრეთ, არ შეიძლება მოსთქვა იგივე ამბაჟზე მეუბნება სულ ჯამრები, სულ და მაინც კარატეზე, კარატის ერთ-ერთ გაშტოებაზე და კარატესთან მიახლოებულ სპორტულ სახეობაზე ვისაუბრეთ.